თბილისისთვის უჩვეულო თოვისა და უხვი ნალექის ფონზე დედაქალაქში მნიშვნელოვანი შეფერხებები არ ფიქსირდება. გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება ქალაქის ცენტრალური და მეორეხარისხოვანი ქუჩები. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. 112-თან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, კომუნიკაცია. ნებისმიერ ზარზე ხდება მყისიერი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ვაგრძელებთ მორიგეობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზები იყოს გაწმენდილი და იყოს მოწესრიგებული. ჩვენი თხოვნა არის, რომ ზამთრის საბურავების გარეშე თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან. დედაქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეზღუდულა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება და მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. მარილია დაყრდილი და გავდივარ ჩვეულებრივად ნორმალურად. ლაბორატორიაში რაც თემის მოვიარე ორთაჭალა და თამო. თავისუფლად მოძრაობი, გაწმენდილია მთელი გზები. უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ გამგეობებიც. გამგებლები ვითარებას მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდნენ. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკაც. შედარებით უხვი ნალექი არის შემოერთებულ ტერიტორიებზე გლდანის რაიონში. ეს არის მუხიანის აგარაკები, გიორგიწმინდის დასახლება, ავჭალაური, ეგრეთ წოდებული გაზების დასახლება, სადაც უხვმა ნალექმა მცირედი შექმნა დისკომფორტი საგზაო ნაწილში, თუმცა თბილსერვის ჯგუფის დროული ჩართულობით, შესაბამისი ტექნიკის მუშაობით ჩვენ შევძელით, რომ არც მუნიციპალურ ტრანსპორტს და არც მოსახლეობას არ შექმნოდა რაიმე სახის პრობლემა. სამგორის რაიონში დიდი შეფერხება განსაკუთრებული არაფერი არ ქონია. ჩართულები არიან გამგეობის კონტრაქტორები, რომლის მეშვეობითაც შიდა გზების მოსუფთავებას ვახდენთ და ძირითად გზებზე, მაგისტრალებზე იყრება ტექნიკური მარილი. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ დედაქალაქის შემოგარენშიც. თოვლის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძები სოფელ ვეძისში უკვე აღდგენილია და მოქალაქეებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებათ. გამოწვევები გქონდა და გვაქვს შემოერთებულ ტერიტორიებზე, სოფელ დიღომში, სოფელ ვეძისში, დიდგორი, თელოვანი, სადაც ინტენსიურად მუშაობთ, ტექნიკური მარილი და ის კაბელები, რომლებიც იყო დაზიანებული, აღდგენილია ამ წუთის. დედაქალაქში 24 საათიანი მონიტორინგი გრძელდება. თბილისში საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში მოქალაქეებმა თბილისის მერიისა და თბილსერვის ჯგუფის ცხელხაზზე უნდა დარეკონ. მერიის შესაბამისი სამსახურები კი მათ ყველა პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებიან.